ორი წელია თურქეთის სკოლებში ქართული ენა აღარ ისწავლება. იმის მიუხედავად, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის ენის სწავლების კანონი ქვეყანაში არსებობს. ჯერჯერობით ქართული შესწავლა 4 უნივერსიტეტშია შესაძლებელი, მათ შორის ყარსში. თურქეთში მცხოვრები ქართველები ქართულ ენას ასეულობით წლებია უფრთხილდებიან, თუმცა რთული სათქმელია, რამდენად შეინახავს მას ახალგაზრდა თაობა, რომელსაც მშობლიური ენის არჩევის საშუალება სკოლაში აღარ ეძლევა. ისტორიული წყაროების ან სხვა ნებისმიერი ინფორმაციის ქართულ ენაზე მიღება თურქეთში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია. ენას აქ საუკუნეებია უფრთხილდებიან და ინახავენ, თუმცა წერა-კითხვა უმრავლესობამ არ იცის. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა ფათიხ მეიდან-ცვარიძე მათ შორის გამონაკლისია და ქართული ენის ერთადერთი მასწავლებელი თურქეთში, რომელიც მურღულის საჯარო სკოლაში დედა ენას ასწავლიდა. ბოლო წელს რო ვასწავლიდი, აირჩია 80 ბავშვმა. სხვა კლასებიდან, მე-5-დან მე-8-მდე იყო და მე მარტო მე-6-ში ვიყავი და იმიტომ 23-მა იყვნენ ჩემს სკოლაში, მაგრამ ბერმა აირჩიეს და მაგას უნდა სხვა ისა მასწავლებელის დრო კონდეს და გაისხნას კლასი. უნდადეს მე რომ მივიდეს სკოლაში უთხრას რომ მე ქართული ვიცი და ვასწავლიო, მაგრამ მაგას არ აქვს ხელფასი და იმიტომ ბერს მასწავლებელისთვის არ აინტერესებს. დაწყებითი კლასების პედაგოგს თავის დროზე საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა თანასოფლელების დასარწმუნებლად, რომ კანონით მიცემული უფლება გამოეყენებინათ და დამატებით საგნად ქართული ენა აერჩიათ. ფათიხ მეიდან-ცვარიძე მურღულში მუშაობისას საკუთარი ნებით სრულიად უსასყიდლოდ მშობლიურ ენას 23 ბავშვს ასწავლიდა. მურღულში ვიყავი, ეხლა ვარ ხოფაში. ქედან გადმოვედი 2 წელი აქა და მე რო ჩამოვედი მურღულში აღარ ისწავლება ქართული ენა, იმიტომ რომ მასწავლებელი არ არის. მურღულში იყო 4 წელი მე რო ვიყავი მაშინ და მაშინაც არ იყო, მარტო ჩვენ ვიყავით და მე რო ჩვენთანაც რო აღარ არის, მგონი სულ აღარ არის თურქეთში. უნივერსიტეტში კი არის ისა უნივერსიტეტის მას სტუდენტებისთვის, მაგრამ პატარებისთვის არ არის იქაც. და თავითით რო ისწავლიან ისე იმის მეტი აღარ არის. საქართველოს უნივერსიტეტის სწავლები ხალხის არიან, მაგრამ მას რო ხო ისი დრო უნდა და ისა უნდა სკოლაში უნდა მიხვიდე რამდენი და იმიტომ არავის არ უნდა. ახლა ყველაფერი ჩვენებურების ინტერესზე და სურვილზეა დამოკიდებული. მიზეზის შესაძლოა ბევრი იყოს, თუმცა ფაქტია, რომ მურღულის საჯარო სკოლაში, რომელიც ერთადერთი იყო თურქეთში, სადაც ქართულს ასწავლიდნენ, დედა ენის გაკვეთილები აღარ ტარდება. 1 2 3